მოკლედ მანქანაც ყავს, სულ მყავდა მანქანას, ველოსიპედი სულ ბავშვობიდან მყავდა, ძალიან კომფორტულია. ახლა სულ არ გამიკვირდა რომ ეს ათინათი და გიახასია მოიფიქრა ეს და რო გააკეთა. ძალიან კომფორტულია, ახლა აქედან, ამ ადგილიდან. ხო, სადაც გინდა მიხვალ. გიახები ველოსიპედს რაღაც თავისი ხვედი აქვს, დამცავი გააკეთებ, მერე დაცული არ გეშინია რომ ვინმე წაიყვანოს, ხო და კიდე სხვა თუ გამოჩნდება და გააკეთებენ ძალიან კარგი იქნება. ჩემთვის მაგალითად ძალიან კომფორტულია. ადრე მეც ვფიქრობდი რომ მსგავსი რამე ქალაქში ყოფილიყო. მეც ვფიქრობდი რომ სამსახურში ხალხს ველოსიპედით ვეარა და ასეთი სადგომები ქონოდა. ამჟამად ეს სადგომი ერთია მართალია, მაგრამ ეს არის საწყისი ეტაპი და იმედი მაქვს რომ ორგანიზაციები, სადაც საშუალება იქნება ტერიტორიულად, იქაც გააკეთებენ და ამდენი მანქანით ჰაერი რო არ მოიწამლოს და საფრთხე რო არ შეიქმნას და ველოსიპედი თუ ივლის ხალხი თან განჯასახებას შეუწყობს ხარ. თან ოჯახის ბიუჯეტსაც შეუწყობს და შემოქმედებითი უნარის უკეთესი იქნება ჯანმრთელ ადამიანს თავისთავად ცხადია და მე ველოსიპედი გულისთვის არის ძალიან კარგი როგორც გამოსახებელი საშუალება და იმიტომ რომ საქართველოში დღეს მდგომარეობით ველოსპორტით იმდენად არ არიან გართულები, როგორც გასართობ და გამაჯანსაღები საშუალება ამის გამოყენება მიღებული. აჭიჭი შენგელია, რომელმაც საქართველოს პირველობაზე მიიღო მონაწილეობა და პირველობაში მიიღო მონაწილეობა და საპრიზო ადგილი დაიკავა. იმის შემდეგ ბატონი კაჭიჭი მწვრთნელი გახდა ზუგდიდში და 50-ან 60-ან წლებში ერთ-ერთი მისი გაზრდილი მეცავარ, მეორე ეტაპად შეიძლება შეიცვალოს ჩემი სპორტული მოღვაწეობა. პირველ ეტაპზე იყვნენ განთქმული სპორტსმენები, როგორიც არის მურზარი ჟონია, ბოღუნიშონია, ობულაშვილი, ჩემი პლეადა იყო ოტო ჯაბუა, ველოდი სვანიძე, საჯაია, ბევრი სპორტსმენები გაიზარდა. მოკლედ კადროს კაჭიჭის ხელში. მართალია მე 1960-დან და 61-დან ნაკრებში როგორც კი მოხდი თბილისში გადავედი, მაგრამ ზუგდიდიდან წარმატებული სპორტსმენები მოდიოდნენ საქართველოს შეჯიბრებაზე, ერთადროულობით მონაწილეობას და ამავე დროს შენგელიას გაზრდილი ვიყავი საქართველოს ნაკრებში 10 წელი მოღვაწეები და მათ შორის საკავშირო შეჯიბრებებში მრავალჯერ მივიღე მონაწილეობას. საქართველოს მრავალი ჩემპიონიც გახლავარ. საგზავნო პოლოში ასევე ტრეკზეც მიმიღია მონაწილეობა და ველოკროსზეც, სადაც საფრთხე ადგილი საქართველოს შეჯიბრებაზე სხვადასხვა საფრთხე ადგილი. იმედი მაქვს რომ მსგავსი სადგომები ქალაქში კიდევ გავრცელდება და დიდი მადლობა ათინათის ხელმძღვანელობას პირველი ერთხალივით აი ეს საქმე მოაგვარა ამ ტერიტორიაზე და ამავე დროს ხელისუფლებასაც მადლობა რომ ნებადართო ამ ადგილას ამის გადაწყვეტა. ყავდა და ადრე ვიდა არ გამოვყავდა რომ დასაყენებელი ადგილიანი. ახლა მოვიყვან ხოლმე და დავაყენებ. ძალიან კარგი საშუალებაა. ეს ველოსადგომის მოწყობა კარგი სიახლეა ჩვენი პატარა ქალაქისთვის და ერთგვარი დამკვიდრება ალბათ აი იმისა, რაც ხალხს და ადამიანებს ჯანმრთელობას მოუტანს. ძალიან მინდა რომ ეს დამკვიდრდეს, ძალიან მინდა რომ ეს ხალხმა გაითავისოს, რომ ეს არის თავიანთი ჯანმრთელობა და ძალიან კარგი გააკეთა ეს ათინათის ორგანიზაცია. მართლა მადლობა მინდა გიახასიათოს სოფელთა და აი მართლა ძალიან კომფორტულად ვცნობთ. ეს ველოსადგომი ზუგდიდს აჩუქა ათინათის ახალგაზრდულმა კლუბმა და მისი დანიშნულება ველოსპორტის პოპულარიზაცია საქართველოში. ჩემი ჭაბუკობის დროს ველოსპორტი პოპულარული იყო საქართველოში და შესაბამისად საქართველოს ისეთი შვილები ყავდა, როგორიც არის ჯუნბერ ლეჟავა, რომელმაც მსოფლიო ორჯერ შემოიარა ველოსიპედით და იყო ჩრდილოეთ პოლუსზე, ასევე ომარ ფხაკაძე, რომელმაც ორჯერ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სხვა შორის ზუგდიდშიც იყო პოპულარული ველოსპორტი, მე მახსოვს ჩემი ჭაბუკობის დროს ახალ ჩამოყალიბდა ველო კლუბი ჩამოყალიბდა და მას შემდეგ გაზარდა საქართველოს ჩემპიონები, მაშინდელი საბჭოთა კავშირის პრიზიორები და დღეს ველოსპორტს აღორძინება ჭირდება და ზუსტად ამას ემსახურება ეს ველოსადგომი, რომელიც ჩვენ ქალაქს მიუძღვენს საჩუქრად. ეს ველოსადგომი გავლილ გამომრებს შეახსენებს იმას, რომ ველოსიპედი არის მისი ჯანმრთელობის ფორმულა.